მოგესალმებით, დღეს არის e-commerce review-ს შემდეგი ეპიზოდი. გთხოვთ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ და დაგვალაიქოთ. დღეს სტუმრად ვართ კომპანიასთან, რომელიც უკვე ბევრი წელია ეხმარება კომპანიებს, ბიზნესებს ფინანსურ და საბუღალტრო მომსახურებაში. ოღონ ეს არის კომპანია აბაკუსი. ოღონ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ფინანსური და საბუღალტრო მომსახურება. და მოდ გავიგოთ ახლა დეტალები, როგორ ეხმარება აბაკუსი e-commerce-ებს და ქართულ ბიზნესებს ზრდაში და განვითარებაში. მარიამ, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. მადლობა მოგწონებისთვის. რა მაინტერესებს აი პირველ რიგში რა, ბევრ ქართულ კომპანიას აქვს ძალიან დიდი პრობლემა ზოგადად ონლაინ და ოფლაინ პროდუქციის მართვაში რა რას გულისხმობ, რომ აი ხშირად არის რომ არ ემთხვევა ერთმანეთს, ვთქვათ, მარაგები, ვთქვათ, ონლაინ სხვა სანახებს, ოფლაინ რეალურად, ვთქვათ, სხვა არის და აი როგორ ეხმარებით, ვთქვათ, ბიზნესებს აი ამ პრობლემის გადაჭრაში. დავიწყებ იქიდან, რომ ეს პრობლემა წარმოშობს ძალიან დიდ რისკებს ბიზნესში, როგორც ფინანსურ, ასევე საგადასახადო კუთხით, რაც მე ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახება. აუცილებლად, ანუ ხშირი მიზეზი არის ხოლმე როგორც ის, რომ ცალ-ცალკე არხები მუშაობს, მაგალითად, საიტზე მუშაობს, საწყობზე, პოსებზე და ასე შემდეგ. აუცილებელია და პირველ რიგში უნდა დაინერგოს ერთიანი ბაზა, სადაც მოხდება ყველა ამ გაყიდვების გაერთიანება, სისტემის გაერთიანება და უწყვეტ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ამ პროცესის დანერგვის შემდეგ უკვე ნაკლებია ესეთი რისკები, რომ სადღაც მოხდეს აცდენა, ან მოხდეს რაღაცა არასწორი ნაშთების წარმოება, ან რამე მსგავსი ხარვეზები გამოიწვიოს. და თქვენ ამაში ნუ დიდ როლს ასრულებთ, რამდენადაც თქვენგან ვიცი. დიახ, ჩვენ დასაწყისში ნერგავთ ლოკალურად ბაზებს, სადაც ვახდენთ, თქვათ, გაერთიანებას აი ამ საწყობების, დალაგება სტრუქტურულად და შემდეგ უკვე მართვაშიც ვეხმარებით ბიზნესებს მართულებით. ძალიან კარგი. როგორი ტიპის ბიზნესებისთვის არის ყველაზე ოპტიმალური აბაკუსი რა, ანუ აი რა, ვთქვათ, მცირე, საშუალო, დიდი ზომის ბიზნესებისთვის? აბაკუსი არ არის მხოლოდ აუთსორს კომპანია, აბაკუსი არის მეტი, აუთსორს პლუსი, რომელიც მხოლოდ ერთ სერვისს არ სთავაზობს კომპანიებს, იწყება საბუღალტრო მხარდაჭერით და გრძელდება პროცესების მართვაზე გადასვლით. აბაკუსს აქვს, თქვათ, დანერგვის შემდეგ ასევე მენეჯმენტის რგოლსაც ეხმარება სხვადასხვა ფუნქციებში, აი საჭიროებიდან გამომდინარე, ბიზნეს როგორც ჭირდება, თქვათ, პროცესის სწორად წარმოება, აბაკუსი აბსოლუტურად ყველა რგოლშია ჩართული. და ეხმარება, რომ სწორად იმუშაოს, სწორი მონაცემები ქონდეს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით მერე უკვე გათვალოს სწორად სტრატეგია მომავალში. ინვენტარიზაციის და პროდუქტების კატალოგის მართვა რა, ანუ ხშირად ეს გამოწვევა აქვს ქართულ ბიზნესებსა და აი ამაში როგორ იღებთ მონაწილეობას რომ ამ ნაწილში? კატალოგის სწორად შექმნა უნდა მოხდეს, სადაც იქნება გაწერილი ფასები, სწორად იქნება სტრუქტურულად დაჯგუფებული ყველა პროდუქცია. ამის შემდეგ უნდა მოხდეს ერთი არხიდან მეორეზე სწორი ფასების გადაცემა დროულად. ანუ ხშირად არის ხოლმე ისე, რომ თქვათ დაუშვათ ერთ არხი, ანუ შეიცვლება ფასი, მაგრამ დროულად ვერ ხდება მიწოდება მეორე ბაზამდე. და ასევე საწყობის მართვაც, ანუ უნდა იყოს მიღება, გაცემის პროცესი დროულად სინქრონიზირებული და ეს არ უნდა ხდებოდეს, თქვათ, რაღაცა პერიოდის შემდეგ, ეს უნდა ხდებოდეს უწყვეტად. ამ ყველაფერში აბაკუსი ეხმარება ბიზნესს, კატალოგის შექმნაშიც, ანუ ეს სინქრონიზაცია რომ დროულად მოხდეს და ფასები სწორად გადავიდეს და საწყობმა რომ დროულად მოახდინოს ამ ყველაფრის დარეგულირება, ამაშიც აბაკუსს ჩართულობა აქვს პროცესში. დაუშვათ თუ ბიზნესს უნდა რომ მაგალითად გადმოერთოს თქვენზე რა ასე ვთქვათ უკვე არსებულმა ბიზნესმა მიიღოს თქვენი მომსახურება. რამდენად რთულია ეს გადმოსვლა ტრანსფორმაცია თქვენს პლატფორმაზე ასე ვთქვათ რა?
მოგახსენებთ ამაზეც, ნახეთ, ანუ თუ აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ბიზნესს კონდეს მოწესრიგებული ბაზა. მოწესრიგებელი ბაზა, თუ მოწესრიგებელი ბაზა აქვს ბიზნესს, აქ უკვე ვიწყებთ მუშაობას. მუშაობის ეტაპები არის ასეთი. ანუ პირველ რიგში დოკუმენტურად დაუდასტურებელ ოპერაციებს ვადარებთ, უკეთებთ ანალიზს და ვასწორებთ და ასევე ნაშთების კუთხითაც უყურებთ, რამდენად სწორად აქვს ამა თუ იმ საწყობს მაგალითად ნაშთები. ამ ეტაპის შემდეგ ხდება უკვე პროგრამული გაშვება, ანუ სინქრონიზაცია. პირობითად რომელ პოსტს უნდა დაუკავშირდეს რომელი საწყობი, ბუღალტერია რას უკავშირდება, საიტი რას უკავშირდება. ამ პროცესის შემდეგ უკვე ესეც რომ დალაგდება, ვიწყებთ გატესტვას. გატესტვას ყველა ოპერაციის, ანუ რამდენად სწორად ხდება, სანამ ცოცხალ რეჟიმში გადავა პროცესი, რამდენად სწორად ხდება პროცესის მართვა. პროდუქციის გაყიდვა, ჩამოწერა თუ საწყობიდან საწყობში გადაცემა, აი ეს მნიშვნელოვანი ეტაპებია, გასავლელი რომ მოკლედ სწორად ავაწყოთ უკვე გადმოსული კომპანიის ბაზა. ახალ e-commerce მაღაზიებს ხშირად აქვთ მაგალითად ავტომატიზაციის დაბალი დონე რა, ანუ ყველაფრის ავტომატიზაციას ვერ ასწრებენ. აი თქვენი დაკვირვებით და შეხედულებით რა, რომელი პროცესები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სწრაფი ეფექტი მიიღონ რა, რომელი პროცესები უნდა დააყენონ პრიორიტეტულად, რომ დაუშვათ კარგი ეფექტი გქონდეთ რა, ავტომატიზაციის კუთხით. კი ბატონო. ნახეთ, თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფრასტრუქტურის აწყობა. არასწორად დაწყებული ინფრასტრუქტურა, ანუ ბაზის შექმნა, ხელით მუშაობა გამოიწვევს მომავალში ბევრ სირთულეს, რაც არის დაკავშირებული დიდ დროსთან, ენერგიის ხარჯვასთან, ფინანსურ რესურსებთან. ანუ თავიდანვე სწორი ბაზა უნდა ჩამოყალიბდეს, სწორი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც ავტომატიზაცია მოხდება ყველაფრის და სინქრონიზაცია იქნება მონაცემების. აი მომავალში უკვე ძალიან რთულია ხოლმე ამ ყველაფრის გასწორება. და ჩვენ ყოველთვის ურჩევთ ბიზნესს, რომ თავიდანვე სწორად გქონდეთ აწყობილი სისტემა, რომ მე მომავალში აერიდონ სხვადასხვა რისკები. ხო, ანუ მაგალითად კონსულტაციასაც გაუწევთ კომპანიებს, დამწყებ e-commerce-ებს. კონსულტაციას გაუწევთ კომპანიებს, როგორც საგადასახადო, იურიდიული მიმართულებით, ფინანსური კუთხით, აი ნებისმიერი მარკეტინგშიც ხშირად გვიწევს თქვათ რაღაცა კონსულტაციების გაცემა, რომ სწორად იწარმოოს მერე პროცესი. აქედან გამომდინარე, კი, თავიდანაც კონსულტაციას უწევთ და ვეხმარებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი სწრაფად და სწორად განვითარდეს. როგორ ეხმარება აბაკუსი ბიზნესებს დატაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაში? კი ბატონო. აბაკუსი არ აძლევს ბიზნეს სტანდარტულ რეპორტებს. ანუ აბაკუსი აძლევს ბიზნეს მასზე მორგებულ რეპორტს, იმ წუთიერ რეპორტს საჭიროებიდან გამომდინარე. პირობითად სად რა დროს უნდა შეიძინოს მარაგები, გაზარდოს მარაგები, ან შეამციროს ხარჯები, შეიძლება გამოუთავისუფლდეს გარკვეული რაღაც სახსრები, რაც შეუძლეს სხვა მიმართულებით მიმართოს. ანუ უშუალოდ პროცესის დროს, რაც ჭირდება ბიზნესს, აი მასზე მორგებულ რეპორტებს ვაძლევთ, გავცემთ რეკომენდაციებს და ვეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან მაგარია. რამდენად მოქნილია აბაკუსი ისეთი ბიზნესების და კომპანიების მიმართ, რომელსაც რამოდენიმე ბრენდი აქვთ, ან რამოდენიმე ფილიალი აქვთ, ან დაუშვათ სხვადასხვა ონლაინ მაღაზია აქვთ? სწორედ ეს არის ჩვენი ძლიერი მიმართულება. ამ კუთხით შეგვიძლია სწორად დავნერგოთ ისეთი ბიზნესის მართვის პროცესი, რომელსაც აქვს რამოდენიმე ბრენდი და აერთიანებს რამოდენიმე მაღაზიას ერთიანი მონაცემების ბაზის შექმნით. რაც გულისხმობს, რომ ანუ ყველა საწყობს თუ მაღაზიას ექნება ერთი სისტემა და შესაბამისად ონლაინ და ოფლაინ უწყვეტად ინფორმაცია დროულად აისახება და უწყვეტად გადაეცემა, ვთქვათ, გაყიდვების საწყობს, მიწოდების პროცესი და ასე შემდეგ. გასაგებია.
კიდე ესეც შეკითხვა მაქვს რა. ზოგადად ბოლო წლებში ბევრი კომპანია უკვე მიხვდა, რომ ონლაინ უნდა გაყიდონ რაღაცეები, ანუ e-commerce-ში უნდა შემოვიდნენ ძალიან აქტიურად რა. აი ამ მიმართულებით რამდენად ეხმარებით კომპანიებს, რომ ასე ვთქვათ რა, e-commerce-ში პირველი ნაბიჯები გადადგან. ვეხმარებით სწორი ბაზის შექმნაში კომპანიებს, სწორი პროგრამის შერჩევაში, რომელიც სინქრონიზირებული იქნება გადახდის სისტემებთან, იქნება უწყვეტ კავშირში საწყობებთან და დროულად მოხდება მიმოცვლა ინფორმაციის, შესაბამისად აი პროცესის უწყვეტი პროცესის ჯაჭვში, ჯაჭვის ყველა რგოლში ჩართულია აბაკუსი. და შესაბამისად კომპანიაც იღებს უკვე კარგ შედეგს თავის საქმიანობიდან. ჩვენთვისაც ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ხდება ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში წარმოება და უკვე ჩვენთანაც ინფორმაცია მოდის სწორი და საგადასახადო კუთხითაც უკვე ნაკლები რისკი აქვს ესეთ ბიზნესებს. მე მიხარია, რომ ეს ბიზნესი აი ამ კუთხით იძულებულია, რომ e-commerce-ზე გადასვლით თავისი ნაშთები და აღრიცხვიანობა მოაწესრიგოს და შესაბამისად აქ ჩვენი ნაწილიც უფრო მარტივდება. ანუ ბევრ პროცესს ასე ვთქვათ თქვენც იმარტივებთ. კი ბატონო, პროცესი მარტივდება, რისკებიც ნაკლები აქვს უკვე და შესაბამისად ინფორმაციაც უფრო სწორი და დროული და უწყვეტი აქვს ბიზნეს პროცესის შედეგად. ძალიან კარგი. ბოლო კითხვა მექნება თქვენთან, რა გეგმები გაქვთ 2026 წელს და შემდეგ რას აპირებს აბაკუსი? კი ბატონო. ბევრი გეგმა გვაქვს, სხვადასხვა სიახლის დანერგვას ვაპირებთ ჩვენ მიმართულებით, თუმცა ერთ-ერთს გამოყოფთ ყველაზე უახლეს და მნიშვნელოვანს, ჩვენ ვაპირებთ რეპორტინგის კუთხით დავეხმაროთ ბიზნესებს AI-ის დახმარებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აი უშუალოდ ბიზნეს წინასწარ გაუწეროთ გეგმა, რეპორტი მივცეთ, თქვათ უახლოესი 1 წლის მანძილზე, რომელ მონაკვეთში დაჭირდება თქვათ ნაშთის შეძენა ან გაზრდა პროდუქციის, რომელ მონაკვეთში ჭირდება ფულადი სახსრების შემოტანა, ბიზნეს ანუ ინვესტიციების მიღება. ან ხარჯის შემცირება, გადათამაშება, რაღაცეების, ანუ სტრატეგიის შეცვლა. ამ კუთხით ვაპირებთ ისეთი რეპორტების აწყობა, რომელიც იქნება გასული პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესს ახასიათებს სეზონურობაც, ანუ რაღაცა გარკვეული მონაკვეთი აქვს ისეთი ცოტა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ რეპორტებით დავეხმარებით ბიზნესს, რომ წინასწარ იცოდეს, როგორ წარმართოს მომავალში მისი საქმიანობა, როგორ დაგეგმოს და როგორ განავითაროს უფრო კარგად თავისი ბიზნეს საქმიანობა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. მადლობა.